ტიტულზე უნდა დაიწყოს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს. სახელმწიფო ბრალდებას ერთ-ერთი მთავარი მოწმე ექსპერტი ყავს მოყვანილი. მოწმედ ეს არის ის ექსპერტი, რომელმაც სასახლის ღობის ექსპერტიზა ჩაატარა, როგორც საზოგადოების ცნობილი არის. ყველაზე მეტი კითხვა სწორედ დაკავებულების ადვოკატებს ამ ექსპერტთან აქვთ. შესაბამისად მნიშვნელოვანია რა ჩვენებას მისცემს ის დღეს სასამართლოს, რა სიტყვის სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით იტყვის თუ არა, რომ ამ ღობეს წინასწარ ქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული იმისთვის, რომ მახედაიგოთ აქციის მონაწილეებს, იყო თუ არა გადაჭრილი ღობე. სწორედ ამ ექსპერტმა უნდა უთხრას დღეს სასამართლოს. აქვე ადვოკატების შეფასებით ამ ღობეს ექსპერტიზა ჩაუტარდა ფოტოების და ვიდეო მასალების მეშვეობით. თავად ღობი არ ამოუღია ექსპერტიზისთვის საექსპერტო ბიუროს და ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. საინტერესო არის რა ჩვენებას მისცემს დღეს ის სასამართლოს, როგორც პროკურატურა აცხადებს, ღობეს არანაირი დაზიანება 4 ოქტომბრამდე არ ქონდა. საინტერესოა დღეს ექსპერტის შეფასებები დიდი ალბათობით ბრალდებულებით დაუსვამენ მას კითხვებს და დაინტერესდებიან თუ იცოდა ექსპერტმა როგორი იყო ღობის მდგომარეობა 3 ოქტომბრის მონაცემებით. ანუ ქონდა თუ არა მას რაიმე დაზიანება მიღებული სწორედ გარეგანი ძალებით სპეციალურად, ვიდრე საპროტესტო აქცია დაიწყებოდა. დაიკითხებიან მოწმე ექსპერტები, მათ შორის სასაქონლო ექსპერტი, ექსპერტ-რასოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ღობის დაზიანებას და აგრეთვე მოწმეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სხვა პირები. ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ კატეგორიული, რომ ღობის დაზიანება მიადგა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და შემდგომში დამაზუსტებელი ექსპერტიზაც დაინიშნა ჭრასთან დაკავშირებით, რადგანაც ამაზე აპელირებდა დაცვის მხარე, ამაზეც პასუხი გახლავთ კატეგორიული და ცალსახა, რომ ღობეს ჭრის კვალი არ აღენიშნება. არ არის ჩემთვის საინტერესო ექსპერტი, გაუმარჯოს ღმერთმა, რა ექსპერტიზაც უნდა ის შეუძლია მოიტანოს. გრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, ის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა ჩემი დაცვის ქვეშ და რომელიც არაფერს არ ამტკიცებს, უკვე გამოკვლეულია და ეხლა რამოდენიმე თვე კიდე ტყუილად უნდა მატარონ, იმიტომ რომ მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გვეხება, არ იქნება გამოკვლეული. ჩემს აქციელს დიდად არჩივი, არაფრის გულისთვის ადამიანი ყავს ციხეში ჩასული და ციხიდან ელოდება განაჩენს და დადის სასამართლოებზე, სადაც იკვლევენ მტკიცებულებას 39-ომიან საქმეში, რომელიც არც ერთი მას არ ეხება. ვინაიდან უშუალოდ ლაშაბერიძეს ღობესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ბევრჯერ ვთქვი და ეხლაც განმარტავ, რომ მან მხოლოდ ბატონი პაატა ბურჯულაძე გამოიყვანა პრეზიდენტის სასახლიდან, რომელსაც მხედველობა ჰქონდა შეზღუდული წიწაკის სპრეის გამო. მეტი ქმედება ლაშაბერიძეს იქ არ განუხორციელებია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ის საჯარო სივრცეში გამოხატავდა თავის პოლიტიკურ შეხედულებას. შესაძლებელია არ მქონდეს ამ ეტაპზე კითხვები ექსპერტთან, ვინაიდან ლაშაბერიძეს არ აქვს შემხებლობა არც ღობესთან და არც სხვა საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ტელეკამერების წინ იმ განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები, სისხლის სამართლის კოდექსისათვის, რომ ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადო, ეს საკმარისი არ არის. სასახლის ღობის საქმეში არსებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე 4 აქციის მონაწილემ 4 წამის განმავლობაში მოხსნა, რაც დაცვის მხარისთვის აჩენს კითხვებს. ამასთან ერთად ვიდეო მასალაში ჩანს რკინის მავთული, რომელიც მოხვეული იყო ღობეს. ამ მავთულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დღეს დაისმავა სასამართლოს ხდომაზე კითხვები ექსპერტის მისამართით, რატომ იყო ეს მავთული სწორედ ამ ღობეზე მოხვეული, რა პასუხები ექნება მოწმე სასამართლოში. ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. სასამართლოს ხდომა უნდა გაიხსნას რამდენიმე წუთში. დღეს განსაზღვრელი სკამზე 10 ბრალდებული უნდა იყოს წესით, თუმცა ირაკლი შაიშმელაშვილი ერთ-ერთი ბრალდებული თვით, რომ საქართველოში არ იმყოფება, მას არ დისტანციურად აძლევენ პროცესებში მონაწილეობის უფლებას. განსაზღვრელი სკამზე იქნება 2 პოლიტიკოსი, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ასევე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, თუ ის დაესწრება დღევანდელ სასამართლოს ხდომას. ასევე ვიცით, რომ პროკურორი ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა დღევანდელ სასამართლო პროცესზე იქნება პოლკოვნიკი ლაშაბერიძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 4 პირი.